საღამოშვიდობის და დღის მთავარ თემებს ეთუნა ინცკირველი გაგაცნობთ. ზონდერები, კორუფცია, ფულის სუნი, სასამართლო, ოჯახური ბიზნესი, საცოდავები, პატარა ბიჭები და გაბუნძულებულები. გისმენთ ყურადღებით, თუ შეიძლება დასვით კითხვა. ეხლა თუ კიდე გააგრძელებ ხელის შეშლას, მე კიდე მომიწევს რაღაცეები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურებიც გაგაცნო. ასე სუბიექტური ოჯახური ბიზნესი შენ გაგ მამუკა სასამართლოში დაალაგებული მიშას დროიდან აი ხა ყველაფერს თუ იკადრებთ იმით რომ რაღაცა დააბრალო და ვიღაცა მოაწყო შეგიძლიათ ეს. ერთი ბესელია და კობახიძის დაჯგუფება. შეგმები ჩაუშალე ვანოს, საბრალოს და გადაყვა ამ ამბავს. ეკა ბესელი არის ადამიანი, ვინც ხელოვნურად სპეკულაციები მოაწყო სასამართლოსთან დაკავშირებით. დიდი ჩხუბი და დიდი გარჩევა პარლამენტში. ახალი სახელმწიფო სკანდალი რა გახდა ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი? ხონდა თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ფიზიკური ანგარიშწორების ჯიში? რა განცხადება გააკეთა გვენეტაძემ 2017 წლის 6 ნოემბერს? ბინემოქრებოდა სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელს და დაუპირისპირდა თუ არა ის ჩინჩალაძის კლანს. შემდგომ მოხდა მასზე გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა და მან უკან წაიღო თავისი ინიციატივა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები გათავისუფლებულიყვნენ თანამდებობებიდან. 53 მილიონ ლარზე მეტი ბოლოს 3 თვის მანძილზე იმარჯვებენ თუ არა სახელმწიფო ტენდერებში კომპანიები, რომლებმაც ოცნებას და ზურაბიშვილს საარჩევნოდ ფული შესწირეს. კორუფციაში ჩაფლული ვანო ზარდიაშვილი, სახე დაკარგული ანრი ოხანაშვილი და მამუკა მდინარაძის მიშას დროიდან მოყოლებული ოჯახური ბიზნესი, სასამართლოში გაცხარებული ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძის დაჯგუფების წინააღმდეგ და ხმაურიანის ხდომა პარლამენტში. მოსამართლეების ლობისტად წოდებულ ზარდიაშვილს ეკა ბესელია ზონდერსაც უწოდებს, საპასუხოდ ზარდიაშვილმა ყოფილი თანაგუნდელი სასამართლოში საკუთარი ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ვანო ზარდიაშვილი დღეს მზად იყო დეპუტატის მანდატიც დაეთმო, თუ ამას პირველი ეკა ბესელია გააკეთებდა. მანამდე კიდევ ერთი დაპირისპირება იყო ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძეს შორის. ეკა ბესელია მამუკა მდინარაძეს შეახსენა, რომ მიშას დროიდან დღემდე სასამართლოში ოჯახური ბიზნესი აქვს დაალაგებული. ეს ერთადერთი სკანდალი არ ყოფილა სხდომაზე, სიტყვიერი დაპირისპირება დილით ხელჩართული ჩხუბით დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე და ქართული ოცნების წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ. ეს არ იყო ერთადერთი ჩხუბი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხმაურიან სხდომაზე მოხდა. ოთარ კახიძის და ოცნების დეპუტატის დაპირისპირების შემდეგ ყოფილი თანაგუნდელების ჯერი დადგა. ქართული ოცნების ყოფილმა და მოქმედმა წევრებმა კომიტეტის სხდომა კანონპროექტზე საფუძვლიანი მსჯელობის ნაცვლად ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს. ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ზონდერი უწოდა და ეგრეთ წოდებული მოსამართლეების კლანის ლობირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთმანეთი კორუფციაშიც ამხილეს. ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, როგორც ეკას გადადგომა შეუწყე ხელი. კი. თუ იქედა საიდანაც დაგსვეს, შენ ვიდეო და მე რას იგებთ მაგით? რას იგებთ მაგით? საცოდავი. აი რასაცოდავი. პოლიტიკაში აღარ შემოვალ. შენ ასაბოლოდი. ესომზად ზარდიაშვილის და ბესელიას დაპირისპირება სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. ზარდიაშვილი აქამდე თუ შეფარვით საუბრობდა, დღეს ეკა ბესელია კორუფციაში უკვე ღიად დაადანაშაულა. ბესელიამ თავის სტილში პასუხი არ დააყოვნა. გადავდექი იმიტომ, რომ მისი გადადგომისთვის, ეკა ბესელიას გადადგომისთვის არ შემეშალა ხელი და ეხლაც ვაცხადებ, თუ კალბატონი ეკა გავა პარლამენტიდან, მეც დიდი სიამოვნებით დავტოვებ მანდატს დღეს. მოინდომა ეგრეთ წოდებული ბუღალტერიის გახსნა. ყოფილიყო ეწარმოებინა ბუღალტერია, ანუ აღერიცხა ვის რას გაუკეთებდა. ეს გეგმები ჩაუშალე ვანოს, საბრალოს
და გადაყვა ამ ამბავს. ეხლა ის უკან დაბრუნებული სია წამოიდოს თავქვეშ და ღამე სიზმრებს რო ნახავს, როგორ აწყობს საქმეებს მის მეგობრებთან სასამართლოში, რომ გამოიღვიძებს, უბრალოდ სხვა რეალობა დახვდება. ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილთან ერთად ეჭხუბა თითქმის ყველა ყოფილ თანაგუნდელს. ზარდიაშვილის შემდეგ მამუკა მდინარაძის ჯერი დადგა. კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობაში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეც დაადანაშაულა. მან მდინარაძეს პირდაპირ უთხრა, რომ სასამართლოში ოჯახური ბიზნესის საწყობა სურს. და იმ სხდომის ჩატარება. ამიტომ ნუ ეთამაშებია მაგ თემას რა. კარგი, ეგ არ მინდა ეს. არ გინდა მაგ თემას ნუ ეხები ეს. ეთამაშები, რას ეთამაშებით თქვენ იქ მოიკითხეთ რა. და სუბიექტური ინტერესები. თქვენ რას ეთამაშებით რომელ თემას? სუბიექტური ინტერესები. აბა მიდი გაბედე და თქვი. რომელი სუბიექტი ხო? მიდი აბა გაბედე და თქვი, გაბედე და თქვი. სუბიექტური ინტერესები. რომელი სუბიექტური? აბა თქვი, სუბიექტური ოჯახური ბიზნესი შენ გაგ მამუკა სასამართლოში დაალაგებული მიშა ზროინდა აი ხა ყველაფერს თუ ვიკადრებთ იმით რომ რაღაცა დააბრალო და ვიღაცა მოაწყო შეგიძლიათ ეს. პირველი არ არის თქვენი მხრიდან. კაი დავამთავროთ ახლა ლაპარაკი. დავშვებოდი? დავშვებოდი. იმ პერიოდიდან დაალაგებული ქონდა იქ ურთიერთობა. რა მქონდა დაალაგებული? პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რო შევდიოდი ხდებოდი ხოლმე და მე მქონდა დაალაგებული. იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი, ვინც სანდო ადვოკატებად მიიღე. სხდომის წამყვანის არაერთმა მოწოდებამ, რომ ეკა ბესელიას რეგლამენტი დაეცვა არ გაჭრა. ბესელიას სამიზნეები ამჯერად ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი გახდნენ. ბესელიამ დავით მათიკაშვილს მეტი სიდინჯისა და ნებისყოფის გამოჩენისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც დავით მათიკაშვილისგან შენიშვნა მიიღო და რეგლამენტის დაცვა მოითხოვა. კომიტეტი მიყავს კომიტეტის თავმჯდომარეს ან მისი მოვალეობის შემსრულებელს, ის განსაზღვრავს რეგლამენტს და აძლევს სიტყვას მომხსენებელს და ასევე კითხვის მსურველს. გისმენთ ყურადღებით, თუ შეიძლება დასვით კითხვა. ეხლა თუ კიდე გააგრძელებ ხელის შეშლას, მე კიდე მომიწევს რაღაცეები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურებიც გაგაცნო, ასე რომ დავალებოთ ეხლა თავი ამ ჭკუის სწავლებას. ხო, მაგროლიდან ლაპარაკს ცოტა მეტი ის უნდა. მე მესმის ანრი ისეთი ემოციური შოკი გაქვს ეხლა მაგროლიდან რო ლაპარაკობ, რომ სულ და კარგი კონტროლი, კორექტულობის, ეთიკურობის, სამართლებრივი, კი, შოკი გაქვს ემოციური და სულ და კარგი სახე და მინდა გითხრა, რომ იმაზე პატარა ჩან ხარ, ვიდრე რეალურად ხარ. შეურაცხყოფები მოდის მაშინ, როდესაც არგუმენტები იკლებს, ქალბატონო ეკა. შეურაცხყოფა მაშინ მოდის, როცა არგუმენტები იკლებს. ძალიან გთხოვთ, კორექტული იყავით და გისმენთ დიდი სიამოვნებით თქვენი კითხვები მაინტერესებს. აიმშვიდეთ ნერვები ორივე. დასრულედათო. ყველა გამეცადინებდი მაგ სხდომის წაყვანაში, ესე უნდა მოიქცე? უმრავლესობის კანონპროექტს დღეს ერთნაირად აკრიტიკებდა ოპოზიცია და ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე. ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ლევან მურუსიძე იუდა ისკარიოტელს შეადარა. პროცედურები რა არის და რას ვაკეთებ, სულ აღარ აქვს ჩემთვის მნიშვნელობას. ახლა თუ ჩინჩალაძე და იუდა ისკარიოტელი შემოვიდა კანდიდატებად, ახლა აი იუდას არ მიცემ ხვალ და ჩინჩალაძე უნდა მიცემ, მე ხმაზე გამოდის, ხო? ზელისია იქნება, მე მოკლესია იქნება, 45 კაციანი 2 ნახევარზე გამრავლდება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ამ მნიშვნელობა აქვს თუ საბოლოო ჯამში ისევ კლანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იმ 45 ადამიანში ვინც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში, ხო მაინც კლანი გადაწყვეტს, ვინც არ უნდა წარუდგინონ პარლამენტს. იღებთ ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც დაეფუძნება კონკრეტული კანდიდატის მაღალ სტატუსთან შესაბამის კვალიფიკაციას, ანუ კომპეტენტურობას და კეთილსინიციერებას და სწორედ ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. კლანი უნდა წავიდეს. უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს არასამთავრობოები პროტესტის ფონზე განიხილავდნენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წევრმა მოსამართლეების ლობისტად წოდებული ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინტერესთა კონფლიქტში დაადანაშაულა. სწორედ ამ ბრალდებამ გააღიზიანა დეპუტატი. სინდიცირება და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით ჩემ მეუღლესთან მიმართებაში აი პრობლემა გააქვთ. თქვენ თვლით რომ ის არაკომპეტენტურია? თქვენ მეუღლის კომპეტენტურობა რაში ვაშია ახლა ამ ეტაპზე? ამუშავებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბატონო. თქვენ ჭდილს აყენებთ ახლა ჩემს მეუღლეს. საია მუშაობდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან. და არასდროს პრობლემა არ გამოუთქვამთ. ეხლაც გამოსდა არ უნდათ რომ დაინიშნოს. იცით რატომ? იმიტომ რომ ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ჰქონდა წარდგენის საშუალება. ეს არის სწორედ ლობისტი, ასე ვთქვათ, ჩინჩალაძის ჯგუფისა პარლამენტში. კლანი უნდა წავიდეს, ბატონო, ანუ თქვენ ანუ თქვენ პირდაპირ აღიარებთ რომ შავ მაიკიარებ, არა, ამ შემთხვევაში შავი მაიკები საცვიათ. რას შემდეგ რაც დავიწყეთ კრიტერიუმების წერა, უცბად არასამთავრობო სექტორი გამოდის და იძახის რომ არ გვინდა გამოცდა. იცით რატო არ უნდათ გამოცდა? მოდი ვკითხოთ საზოგადოებას, მოსამართლეს უნდა კონდეს თუ არ უნდა კონდეს ჩაბარებული გამოცდა. იმიტომ რომ მაგალითად ანა დოლიძე დაასახელებს ანა ნაცვლიშვილს დარწმუნებული ვარ გამოცდა არა აქვს ჩაბარებული.
უმრავლესობის კანონპროექტ სესიაზე მიმდინარე კვირაში განიხილავენ და სავარაუდოდ დაამტკიცებენ ისე, რომ დოკუმენტს არც ოპოზიციის და არც მესამე სექტორის მხარდაჭერა არ ექნება. დაძაბული და ხმაურიანი საპარლამენტო დღის შემდეგ უმრავლესობამ ბიზინა ივანიშვილთან გადაინაცვლა. დეპუტატები ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ უმრავლესობა მოსამართლების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ხვალინდელ კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. სხდომის და შეთანხმების დეტალებს ლიკა ჯანყარაშვილი მოგვიყვება. უმრავლესობის ხდომიდან გამოსული დეპუტატების ინფორმაციით ეგრეთ წოდებული კობახიძის კანონპროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხილვის საგანი იყო, უმრავლესობის მიერ ერთხმად მხარდაჭერილი იქნება დღეს ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ უმრავლესობის ხდომაზე. სწორედ ეს საკითხი გადაწყდა. ქართული ოცნების დეპუტატები გვეუბნებიან, რომ გუნდში პრინციპების დონეზე სასამართლოების შესახებ კობახიძის კანონპროექტზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს და ამასთანავე ქართული ოცნების დეპუტატები გვეუბნებიან, რომ ეგრეთ წოდებული კობახიძის კანონპროექტი უნდა მოიცავდეს მოსამართლეების შერჩევის 5 ეტაპს. ამ ეტაპებს შორისაა როგორც თავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ამასთანავე მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შემდეგ უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი პარლამენტში წარდგენის პროცედურა. უმრავლესობა ერთხმად დაუჭერს მხარს, იმიტომ რომ განსხვავებული აზრი პრინციპებთან დაკავშირებით დღეს აღარ ყოფილა ნამდვილად. თუ რეალურად არ ამოძრავეს ვინმე სუბიექტური ინტერესები, შეუძლებელია უკვე რომ ან იურიდიული, ან თუნდაც პოლიტიკური არგუმენტებით ჩვენს მიერ წარმოქმნილ კანონპროექტთან დაკავშირებით რაიმე ისეთი რეალური და სერიოზული კრიტიკული შენიშვნა გამოდგა. წარმოუდგენელია რომ დღეს იყოს აქ დირექტივებზე საუბარი, იმიტომ რომ არაერთი შეხვედრა კოლოსალური დრო დაუთმეთ ან კანონპროექტის მუშაობას საბოლოოდ შევაჯერეთ პოზიციები და უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება ამ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ეხება არა კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ ეხება უზენაეს სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს და მის კრიტერიუმებს და ჩვენ ვასრულებთ პირობას, რომელიც საზოგადოებას ამ თემაზე მივეცეს. თემასთან დაკავშირებით ვრცელი საუბარი ქონდა, დეტალებში გავიარეთ და ფაქტიურად არანაირი სხვა განსხვავებული მოსაზრება არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობა ირწმუნება, რომ ეგრეთ წოდებული კობახიძის კანონპროექტთან სასამართლოების შესახებ არ იყო აზრთა სხვადასხვაობა, უმრავლესობის ხდომიდან გამოსულმა რომან კაკულიამ გითხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ხდომაზე იყო განსხვავებული აზრები. მიუხედავად იმისა, რომ რომან კაკულია საკუთარ პოზიციას არ აკონკრეტებს, ის გვეუბნება, რომ უკვე პარლამენტის დარბაზში კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა თუ როგორია სხვადასხვა დეპუტატის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე. ეს ვიმჯელეთ ამ თემაზე, განვიხილეთ ყველა დადებითი არგუმენტი, რაც არსებობს და ზოგადად იყო პოზიციების შეჯერება. იმ შეხვედრაზე იყო განსხვავებული მოსაზრებები? განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის არის. ვის ქონდა? თქვენ ქონდათ განსხვავებული მოსაზრება? ეს დეტალები ჩემი აზრით ეხლა არ არის საინტერესო. საინტერესო იქნება ხვალ კენჭისყრის შემდეგ. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებში გამოჩნდება ეს ყველაფერი. 2 საათის განმავლობაში ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით უმრავლესობის დეპუტატები სწორედ სასამართლოს შესახებ მსჯელობდნენ. ამასთანავე დღეს უმრავლესობის ხდომის დღის წესრიგში იყო მიმდინარე კვირის აქტუალური საკითხები. დღეს დეპუტატებმა გითხრეს, რომ მართალია პარტიის განახლებაზე დღეს საუბარი არ ყოფილა, თუმცა პარტიის ახალი წევრების მთავარი კრიტერიუმები იქნება პატრიოტიზმი და კომპეტენტურობა. მინაპირებდა ნინო გვენეტაძის ფიზიკურ ხელყოფას და რა გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი. უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ნინო გვენეტაძის მიმართ ეგრეთ წოდებული კლანის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. კახაწი კარიშვილის თქმით, კარგად იცის, რა მდგომარეობაში იყო უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარედ. ნინო გვენეტაძე არ გამორიცხავდა, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე ირწმუნება, რომ გვენეტაძის გადადგომის რეალურ მიზეზად მისი ჩინჩალაძის კლანთან დამარცხება გახდა. კლანის შიში, ფიზიკური ხელყოფის შიში და მორჩილება. ეს მიზეზების ჩამონათვალი არის, გამოც ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლო დატოვა. გვენეტაძის გადადგომიდან 7 თვის შემდეგ წასვლის მიზეზებზე მისი თანაშემწე ალაპარაკდა. კახაწი ქარიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ეგრეთ წოდებული ჩინჩალაძის კლანის ზეწოლის მსხვერპლი გახდა. ჩემს თანაშემწეობის დროს
მას ჰქონდა რასაკვირველია შიში თვითონ ფიზიკური ხელყოფის კლანის მხრიდანაც. და ეს გამოიხატებოდა თვითონ იუსტიციის საბჭოს ხომებზე იმ აგრესიული ქმედებებით, რაც ხორციელდებოდა მის მიმართ. და ერთხელ ესეც მითხრა, რომ მას ფიზიკურად ეშინოდა, რომ ვიღაცა ხელშემოარტყობდა ამ საბჭოს ხომაზე. და მე უბრალოდ არც გამახსენდა მაშინ, რომ მე მის მერე ვიფიქრე ეს, რომ შემეხსენებია, რომ მას ყავდა პირადი მცველი, რომელიც ესწრებოდა ამ საბჭოს ხომებს და ასეთი ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში დაცვა შეეძლო, რომ ჩარეულიყო და იარაღით გამოეყენებია ამ შემთხვევაში. მეამბოხისგან მორჩილ მოსამართლედ ნინო გვენეტაძის ჩამოყალიბება იმ პოლიტიკამ განაპირობა, რომელიც სწორედ სასამართლოში არსებული კლანის დაშლას ემსახურებოდა. უფრო კონკრეტულად კახაციქარიშვილი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძის მიზანი მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყება და სასამართლოს თავმჯდომარეების გათავისუფლება იყო. სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკა, რასაც თავდაპირველად მხარს უჭერდა მთავრობა, კერძოდ ეს პოლიტიკა მიმართული იყო კლანის წინააღმდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი ეს თემა იყო სასამართლოს თავმჯდომარეების გათავისუფლების თემა. შემდგომ მოხდა მასზე გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა, რასაც მე პირადად, ესე ვთქვათ, პირად საუბრებიდან ვიცი და მან უკან წაიღო თავისი ინიციატივა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები თავისი არის უпроცოდ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელსაც თვითონ მხარს უჭერდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები გათავისუფლებულიყვნენ თანამდებობებიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპი იყო. ეს იყო პირველი ნაბიჯი, როდესაც გვენეტაძემ დაიხია უკან. ამ გეგმის ნაწილი იყო იგივე მიხეილ ჩინჩალაძის გათავისუფლება და წასვლა სასამართლო სისტემიდან. მიხეილ ჩინჩალაძის კლანთან დაახლოებული უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძის წასვლის მიზეზებზე არაფერი იცის. თუმცა კარგად იცის, რომ ზეწოლის არსებობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ალაპარაკდებოდა. მე ქალბატონ ნინოს ვიცნობ, ჩვენ ერთად სამუშაო შეხვედრებში ერთად მუშაობდით. მე ვიცი, რომ ის არის პრინციპული ადამიანი. შესაბამისად, თუ მასზე რაიმე სახის ზეწოლა იქნებოდა, ის აუცილებლად ამაზე პასუხს გაცნობდა, აუცილებლად ითხოვდა, შესაბამისად, აუცილებლად ეს საზოგადოების იქნებოდა ნაცნობი. ზარდიაშვილისგან განსხვავებით უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი მამუკა მდინარაძე სკანდალურ განცხადებას უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდა და გითხრა, რომ უახლოეს დღეებში გვენეტაძის გადადგომის მიზეზებს პირადად მოიკითხავს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ჩინჩალაძის კლანის პირობებში გამორიცხული არაფერია. დღეს და ხვალ მოვიკითხავ, თუ კი რაიმე ბოლომდე იქნება მაგრამ მე რა ხდებოდა სინამდვილეში, თუ სხვა რამ ხდებოდა და თუ ქალბატონმა ნინომ არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა ესთან დაკავშირებით ისისაც ის მიდოდა თანამდებობიდან. ამაზე იქნება საუბარი, ამიგრივად ამინტერესდება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყოს რეალობა სამწუხარო, ხო? ძალდატანებით, შანტაჟით და მუქარით იმართება სასამართლო სისტემა. გვენეტაძე ძალადობის მსხვერპლი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომის ოფიციალური მიზეზების თავიდანვე არ სჯეროდა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომებზე რეალურად არსებობდა საფრთხე უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ფიზიკურად გასწორებოდნენ. გვენეტაძის ყოფილი თანაშემწის სკანდალური განცხადების ნამდვილობაში ეჭვიარეპარებად საერთაშორისო გამჭვირვალობაშიც. ნინო გვენეტაძესა და კლანს შორის რო ესე ვთქვათ დაპირისპირება იყო თავიდანვე ეს ძალიან ნათელი იყო. გარდა ამისა ნინო გვენეტაძეს ერთ-ერთი სხდომის შემდეგ თვითონაც აქ ნათქვამი რომ ის იყო ზეწოლის მსხვერპლი. ანუ მას აიძულებდნენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელი გადაწყვეტილების მიღებაც მას არ სურდა. გარდა ამისა ნინო გვენეტაძის გადადგომა მოულოდნელად აგვისტოში, როდესაც განმარტებები რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, არც საზოგადოებისთვის არ იყო დამაჯერებელი და ახმადი. ხდომებზე დაძაბულობა ნამდვილად აღწევდა ხოლმე პიკს. ნამდვილად იყო ხოლმე ძალიან დიდი დაპირისპირება მასა და მოსამართლე წევრებს შორის. ხშირად ეს იყო დახურულ ხდომაზე, ხშირად ეს იყო ღიას ხდომაზე. მე არ ვიცი ეს სადამდე შეიძლება მისული. როდესაც ქალბატონ ნინო გვენეტაძე წავიდა თანამდებობიდან, მე მაშინ ვთქვი რომ არ იყო ეს დამაჯერებელი და ისიც ვთქვი რომ ეს იყო სწორედ კლანის ძალაუფლების შედეგი. სხდომა, რომელიც ნაზი ჯანისაშვილმა გაიხსენა 2017 წლის 6 ნოემბრით თარიღდება. სხდომაზე ნინო გვენეტაძე 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებას მხარს უჭერდა. აღარ შემიძლია ამ რეჟიმში მუშაობა, გაჩუმდი, უნდა გამოვაცხადო საჯარო. გაჩუმდი, გეუბნები. გაჩუმდი, პასუხი უნდა ვთქვა, გეუბნები. მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობა დატოვა, ის მედიასთან ან საჯაროდ არ გამოჩენილა.
43 მილიონ ლარზე მეტი ბოლო 3 თვეში რატომ ეზრდებათ კომპანიებს საეჭვოდ შემოსავლები. ასეთი 8 კომპანია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოცნებას წინა საარჩევნოდ 10,000-ობით თანხას წირავენ, შემდეგ კი ტენდერებში უპირობოდ იმარჯვებენ. პირდება თუ არა ქართული ოცნება მსხვილ ბიზნეს პრივილეგიებს თუ კომპანიები მმართველ პარტიას დააფინანსებენ. მაგალითად, სოლიდური მოგება უფიქსირდება იანვარ-თებერვალ-მარტის თვეებში შპს ზიმოს შვილობილ კომპანიას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებს. კომპანიამ ტენდერის სახით 8 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. 43 მილიონ ლარზე მეტი ბოლო 3 თვეში. ეს ის თანხა, რომელიც 8 კომპანიამ ბიუჯეტიდან ტენდერის სახით მიიღო. 2019 წლიდან განსაკუთრებით იმ კომპანიებს ეზრდებათ შემოსავლები, რომლებიც ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან. 8 კომპანიიდან შპს ცეკური ერთ-ერთია, რომელმაც 2 თვეში 4 მილიონზე მეტი მიიღო. ამავე კომპანიამ სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ 60,000 ლარი შეწირა. კომპანია ცეკურის მფლობელი ყოფილი დეპუტატია ნაციონალური მოძრაობიდან. ის მოგვიანებით ქართული ოცნების წევრი გახდა. სოლიდური მოგება უფიქსირდება იანვარ-თებერვალ-მარტის თვეებში შპს ზიმოშვიც. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში მონაწილეობს. სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს კი დაგვიანებით ასრულებს. კომპანიამ ტენდერის სახით 8 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. წინა საარჩევნოდ თანხების აკუმულირებას, რომელსაც შემდგომ საარჩევნოდ იყენებს ქართული ოცნება, ხდება სწორედ აი ასე. ანუ ბიზნესმენები, რომლებიც ეგრეთ წოდებული თავისუფლად თავისუფლად სუნთქავენ, წირავენ ქართულ ოცნებას. ეს კომპანიები პირდაპირ არიან დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან. ზოგი პირდაპირ წირავს ქართულ ოცნებას და მათ შორის სალომე ზურაბიშვილის თანხებს, ზოგი კომპანია ბიძინა ივანიშვილის ხეების დატარებით არის დაკავებული. ჩამონათვალში ასევე შპს ბეთკოც კომპანიამ ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შეწირა. ბოლო 2 თვეში კი თითქმის 3 მილიონიანი ტენდერი გააფორმა. თითქმის 2 მილიონის ხელშეკრულება გააფორმა კომპანია დამბაც, რომელმაც ქართულ ოცნებას 55,000 ლარი ჩაურიცხა. პირდება თუ არა ქართული ოცნება მსხვილ ბიზნეს პრივილეგიებს თუ კომპანიები მმართველ პარტიას დააფინანსებენ. 8 კომპანიის შემოსავლები მონიტორინგის ცენტრმა შეისწავლა. ის 8 კომპანია, რომელიც აი აქ არის, კომპანიები, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან, უფრო უმარტივდება შემდგომ მილიონობით ლარის ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ, სადაც სატენდერო დოკუმენტაციების მონაცემები არის და ვნახავთ, რომ ამ 8 კომპანიის გარდა თითქმის არ არსებობს კომპანია, რომელსაც 2019 წელს მილიონობით ლარის ხელშეკრულება აქვს მიღებული. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ბიზნესზე ძალადობს და სწორედ ამ მეთოდით ცდილობს ყველა არჩევნების მოგებას. ოპოზიციის თქმით, კომპანიებმა, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს 10,000-ობით ლარი შეწირეს, ქართული ოცნებისგან დაპირებები მიიღეს, რომ ტენდერებში უპირობოდ გაიმარჯვებდნენ. ჩვენ ნახეთ, რომ ერთ დღეს გაიღვიძა სრულიად საქართველოს ბიზნესმა და ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ გამختარიყვნენ შემომწირველები სალომე ზურაბიშვილის და მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც არც ფიქსირდებოდნენ ადრე, მათი პულსიც არ ისინჯებოდა და უსმოთ გახდნენ რამდენიმე 1000 შემომწირველი სალომე ზურაბიშვილის კამპანიას. შესაბამისად, ეს ყველაფერი იყო ორკესტრირებული ხელისუფლების მხრიდან, მიმდინარეობდა პირდაპირ შავი ფულის გათეთრება სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. უყურეთ, როგორი მარტივი, ვინც ეს გითხრათ ეს ინფორმაცია, როგორი მარტივი манипуляციის საშუალებას იძლევა მაგალითად ასეთი ინფორმაცია. აიღებ მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნების შემომწირველთა სიას, იქ იქნება რამდენიმე 1000 ადამიანი და კომპანია, შემდეგ მათში ამოარჩევ, ცოტა სამუშაო დაჭირდება ის ამის თქვათ ამომკრებს, ამოარჩევ ვინ იყო ის კომპანია, რომელმაც მიიღო ტენდერებში მონაწილეობა, აღმოაჩენ 8-ს და იტყვი ხომ არ იყო გარიგება. აი ესეთი მარტივი манипуляცია არის ამ შემთხვევაში სახეს. ის რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მსხვილმა კომპანიებმა დააფინანსეს, ეს შემოწირულობებიდან კარგად ჩანს. წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილს ისეთმა სამშენებლო კომპანიებმა ჩაურიცხა სოლიდური თანხა, როგორიცაა არქი ჯგუფი, ანგი და სხვა. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ზურაბიშვილმა 5 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულობა მიიღო. მინა ფინანსებს ბოტებს, რომელსაც კიბერთავდასხმის შემდეგ კვალს ამავე ბანკის დამფუძნებელმა მიაგნო. გაჭიანურებულ გამოძიებაზე ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის პრეტენზიებს დღეს პირველი ოფიციალური განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. გიორგი გახარიას მოადგილე ამბობს, რომ საქმე კომპლექსურია და ძიებას მხოლოდ დრო სჭირდება მაშინ, როდესაც არასამთავრობოების მტკიცებით იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, რაც ახლადწალოვან უწყებას ევალება, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
8-თვიანი გამოძიება და არაფერი ახალი TBC ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ გვეუბნება, რომ იმ კომპიუტერების ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან, რომლის ამოღების ადგილსაც უწყება არ ასახელებს. გიორგი გახარიას მოადგილე არ ამბობს არც იმას, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის 12 ნომერში. მისამართზე, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წეელში ახსენა. ნათია მეზრიშვილმა სკანდალურ საქმეზე დღეს პირველი განცხადება გააკეთა და ბრალდებები გაჭიანურებულ გამოძიებაზე უარყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში მოვისმინეთ შეფასებები, რომ თითქოს ამ საქმეზე გამოძიება გაჭიანურებული. არაერთხელ ვთქვით, რომ ამოღებულია შესაბამისი კომპიუტერები, რომელთან დაკავშირებითაც რომელში დაცული ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს. ეს არ არის ისეთი საქმე, რომელზეც ორ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებ და ამით თავდება ყველაფერი. კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ჩვენ როგორც კი გვექნება კონკრეტული შედეგები, გვექნება ექსპერტიზის პასუხები საზოგადოებას დამატებით ინფორმაცია. TBC ბანკის დამფუძნებელმა გიორგი გახარიას მიწერა, რომ კიბერთავდასხმა რუსთაველის 12 ნომერში მდებარე კომპანია გრევითიდან განხორციელდა, სადაც ეგრეთ წოდებული ბოტების ქარხანა მდებარეობს. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ დღეს ბოტების ჯგუფის უკან არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ თავარი ეჭვმიტანილი ხელისუფლება. უფრო მეტიც მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელს კითხვები აქვს, ვინ აფინანსებს სოციალურ ქსელში მყალ პროფილებს, რომელთა პოლიტიკური და შავპიარზე აგებული მესიჯბოქსი მართველი გუნდის იდენტურია. სავარაუდოდ მთავრობის ინტერესები იკვეთება, იმიტომ რომ ხაზარაძე საუბრობდა ორგანიზებულ და კოორდინირებულ თავდასხმაზე, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ეს გამოძიება გადავიდეს უკვე პირდაპირ პროკურატურაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არის ყველაფერი დაკავშირებული პოლიტიკურ ნებასთან. დღეს ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ამის უკან სავარაუდოდ მართველი პარტია იყო, შესაბამისად და როცა გვაქვს ჩვენ კითხვის ნიშნები ჩვენს საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არის ძალიან რთული. ჩვენ რა კვლევაც გქონდა, ეს ეხებოდა ტროლებს, პოლიტიკურ ტროლებს, რომლებიც სისტემატურად ავრცელებდნენ მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელ კონტენტს, რეალური პროფილები ნაკლებად წერდნენ, პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკურ ნარატივებს ნაკლებად ავრცელებდნენ. აქ საინტერესო არის ის, რომ ეს პოსტები რეალურად იყო დასპონსორებული, ანუ მე, თქვენ და რაღაც რიგით მოქალაქეს, დაფინანსებული. შეიძლება კითხვები, რომ ის გზავნილები, რომელიც პირდაპირ თანხმოთრაში მოდის ხელისუფლების პოზიციასთან, ვის შეიძლება რომ ვის ინტერესის ქვეშ შეიძლება იყოს. ხელისუფლების დაკვეთას და რუსულ კვალს ხედავს ეგრეთ წოდებული ბოტების დაჯგუფების მხრიდან TBC ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევაში ექსპერტი ბათუ კუდელია. ეს არის ერთ-ერთი ზუსტად ის ხელწერა, რასაც რუსეთის ფედერაცია იყენებს, ეგრეთ წოდებული თავისი ტროლების ფაბრიკის საშუალებით. ყველაზე დიდი ეჭვი, ვის მიმართაც შეიძლება გასცეს, არის რომ ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელიც დაინტერესებულია და ცდილობს აი ესეთი არაპირდაპირი გავლენით მოხდეს კონკრეტული მათთვის არასასურველი ადამიანების ან პოლიტიკური აქტორების დემონიზაცია. ბოტების ქარხნის უკან რომ ხელისუფლება დგას, ამაში დარწმუნებულია ოპოზიცია. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური ნების არარსებობის გამო საქმეს არ იძიებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი გვარწმუნებს, რომ TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებისთვის საჭირო გონივრული ვადა ჯერ არ გასულა. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული ბოტების საკითხს, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული ბრალდებების თავიდან ასაცილებლად გვითხრა, რომ ბოტების მსხვერპლი თავადაც გამხდარა. ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ ივანიშვილის მიერ დასმული პრეზიდენტის მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე შეტევას და მეორეს მხრივ ამ ცილისწამების ნიაღურის პროდუქტი, აი ამ გამოგონილი ნიუსების, ფეიქ ნიუსების და ბოტების პროდუქტი არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი. ნებისმიერ სუბიექტზე, ვისაც აიჩემს ივანიშვილი, ეს ქარხანა იქნება მის წინააღმდეგ მიმართული და პირდაპირ ამ ბოტების ფაბრიკის უკან დგას ხელისუფლება. რამდენიმე თვის წინ მიწერა პირველი წერილი მამუკა ხაზარაძემ, რომ აღმოაჩინა მან ბოტების ფაბრიკა კონკრეტულად მისამართზე რუსთავის 12 ნომერში, რომ იმის შემდეგ არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. ტროლებზე რომ ლაპარაკობენ, ჩვენი ოპონენტების აღწყინებით, რომ აუბავენ ხოლმე ხარ მთელი მათი საქმიანობის ალბათ 70% არის აგებული ტროლების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სიყალბეებზე და ტყუილებზე. ჩემ თავზე მაქვს ისეთ რაღაცები ნანახი, ალბათ რომ დავიჯერო მეთქი ვინმეზე, ამ ადამიანს აღარ შევხედავ და ხმას მიცემ და ხარ დაუჭერ კი არა, საერთოდ როგორ შეიძლება დადიოდეს ამ ქვეყანაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ TBC ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით გამოძიება 17 ივლისს დაიწყო. ძიების დაწყებიდან თითქმის 9 წლის განმავლობაში მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პირადად სთხოვდა მიიღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. იმ 4 წერილის გაგზავნიდან დღემდე, რომელიც ღამის ამბებმა ექსკლუზიურად მოიპოვა და რომელიც ხაზარაძემ გახარიას გაუგზავნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი იდენტურია. ძალოვანი უწყება ამბობს მხოლოდ იმას, რომ ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის სკანდალურ ბოდიშს მუქარაც დაემატა უმრავლესობის ხდომის შესახებ, სადაც ირაკლი კობახიძე, მეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ბოდიში მოუხდა და ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დუმილს გედევან ფოფხაძე არღვევს. ბოდიშის ერთ-ერთი ადრესატი იანვარში გამართულ ხდომას იხსენებს და ამბობს, რომ დაპირისპირებას ხდომაზე ვანო ზარდიაშვილის რეპლიკით დაიწყო, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა გადაგივლით ყველას მოჰყვა. სიტუაციის გასანეიტრალებლად ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეს ბოდიშის მოხდა აიძულა. ამბოხებულების განცხადებებს და ფაქტს არასერიოზულს უწოდებენ უმრავლესობის წევრები. გამოცხადდა შესვენება პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით შესვენების ქართული ოცნების ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე რამდენიმე თვის წინ გამართული უმრავლესობის სკანდალური ხდომის დეტალებს იხსენებს. დიდ შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, კობახიძესა და ბესელიას გუნდებს შორის დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ პარტიის თავმჯდომარემ სიტუაციის გასანეიტრალებლად მცირეხნით შესვენება გამოაცხადა და დაპირისპირებულ მხარეებთან სასაუბროდ გავიდა. შესვენების გამოცხადების მიზეზი კი ვანო ზარდიაშვილის მოწოდებებითა და ბრალდების შემცველი რეპლიკით დაწყებული დაპირისპირება იყო. დაძაბულობა მოყვა ვანო ზარდიაშვილის ჩართვას მის რეპლიკებს მასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობის წევრები ვალდებულები ვართ თათო ჭიჭინაძეს კვეთრ ნეგატიურ განცხადებებს პასუხი გავცეთ. როცა პირდაპირ ბრალდებები წამოვიდა, რომ შენ იმასთან კაბინეტში რატოს შედიხარ, მას ატო ელაპარაკებით, რატოს თანატომ მეგობრობთ, მაგრამ ამ დონეზე იყო რაღაცა რეპლიკები. არც პოლიტიკური გუნდში ასეთი ჯოგური პრინციპი, რომ არიქა იმასთან არის მეგობრობა, ეს ყველაფერი ჩემთვის არის პოლიტიკაში მიუღებელი ხარ. ვანო ზარდიაშვილის რეპლიკაზე გაცემული პასუხების შემდეგ პროცესში ირაკლი კობახიძე ჩაერთო. ფოფხაძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა. გადაგივლით ყველას. ამის შემდეგ სიტუაციის დალაგების მიზნით გამოცხადებული შესვენების დროს ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე ცალკე გაიყვანა და თანაგუნდელებისთვის ბოდიშის მოხდა დაავალა. ირაკლი თქვა ასეთი რაღაც, რომ გადაგივლით ყველას. და ვინმე ეს დააზუსტო რომ სიმართლით ვამარა ახლა სიმართლით გადაგვივლის სიცურით გადაგვივლის გადავლა ახლა შესვენების დროს მოხდა რაღაცა კონსულტაციები ერთმანეთს შორის გასაუბრებები და დამთავრდა ეს ყველაფერი მე მგონი ამ შემთხვევაში სწორად მოიქცა რომ ბოდიში მოიხადა ჩვენ ეს აუქვით პირდაპირ მუხარად დაპირისპირების მთავარმა მიზეზმა დავით ჭიჭინაძემ ბოდიშის ისტორია TV პირველის კამერასთან რამდენიმე დღის წინ დაადასტურა. თქვა რომ ზარდიაშვილმა სხდომაზე ის მის მიერ გაკეთებული უარყოფითი განცხადებების გამო გააკრიტიკა და თანაგუნდელებს მასთან მეგობრობა დაუწუნა. მისი ინფორმაციით პარტიის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნა ეკა ბესელიასთვის ბოდიშის მოხდა და ხელის ჩამორთმევა იყო, რაზეც ბესელიამ უარი განაცხადა. ათრევდა მე ეკას ხელის ჩამორთმევა მოიშურა. ბესელია თხოვდა და ბიძინა ივანიშვილმა აიძულა და პირდაპირ უთხრა ან თანამდებობას დაკატოებია ფეხლა. ეხლა რო იძახის რომ რაღაც არგუმენტები, რისი არგუმენტები აქვს, მაგას რა არგუმენტი უნდა კონდეს კობახიძეს. ეგ უთხრა გაღიზიანებულმა რომ ჩემთან მეგობრობის გამო გადაუვლიდა, ეს იყო და ეს. ეს ნუ ზარდიაშვილმა თქვა ჯერ კოლექტიურ რას პავლიკ მაროზოვებს გვეძახისო ეხლა და არიან და რა დაუძახო აბა ეხლა. ირაკლი კობახიძე ბოდიშის ამ ვერსიას არ აღიარებს, მისი გუნდის წევრებს კი ფაქტზე საუბარი არ სურთ. მათი ნაწილი ისტორიას უარყოფს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამაზე მხოლოდ ბოდიშის ავტორმა და ადრესატმა უნდა ისაუბრონ. მე პირადად მსგავსი რამე არ მახსოვს. იმ სხდომას ესწრებოდი, არ ვიცი რომ სხდომაზე საუბრობ, მაგრამ ეს სრული პასუხისგებლობით შემიძლია გითხრათ ჩემი სხვებ რომ სადაც მე რომელიმე სხდომაზე ყოფილვარ, ასეთი რამ არ ყოფილა. მე ბევრ სხდომას ვესწრებოდი იანვრის თვეშიც და დეკემბრის თვეშიც. დახურული თათბირის კონფლიქტში მონაწილე მხარეების პოზიციები შედეგები გამოვიტანოთ სამშაბლოზე არ იქნება ჩემი აზრით წარ. რატომ უჭერს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოდიშის აღიარება? ადრესატი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ეს ირაკლი კობახიძის პიროვნულ თვისებებზე მიუთითებს. ამბობს, რომ ბოდიში კობახიძეს პარტიის თავმჯდომარემ მოახტევინა. ადასტურებს, რომ მთავარი დაპირისპირება უმრავლესობის ხდომაზე ზარდიაშვილის ბრალდებებით დაიწყო.
ძალიან პერსონალური ამბავია. მოდი საზოგადოებამ განსაჯოს, ჯერ ბოდიშის მოსახდელად რო გახდება საქმე, მე ბოდიშს ისე რომ მოგახდებინებენ და მე ამის აღიარება რო გიჭირს, როცა ამას უყურებდა უამრავი ადამიანი, მე არ ვთვლი რომ ამ თემას უნდა ეხა გავყვედო. ზარდიაშვილს ჰქონდა თქვათ ასეთი რეპლიკები, რომ ჭიჭინაძესთან რატომ მეგობრობთან რაღაც ესეთი უკმაყოფილება იყო მისი მხრიდან? ხო, საერთოდ ამის გახსენება ერთი ისეთი უმნიშვნელო რამ არის. ვანო ზარდიაშვილი კამერებთან ჩნდება, თუმცა TV პირველის კითხვებს გაურბის. განსხვავებით მისგან ბოდიშის ისტორია TV პირველს მამუკა მდინარაძემ დაუდასტურა. თუმცა ფრაქციის თავმჯდომარის მტკიცებით, ის რაც სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, იყო მხოლოდ ხუმრობანარევი და ოპონენტებმა 4 საათიანი დახურული სხდომის ეს ეპიზოდი არასწორი ინტერპრეტაციით გაასაჯაროვეს. მთელი 4-5 საათის განმავლობაში, რაც ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე, ეს ასეც უნდა იყოს, ის არ გამოსულა გარეთ და 1 ან 2 წუთის განმავლობაში ნახევრად ხუმრობით ნათქვამი რამდენიმე სიტყვა გამოვიდა ხოლმე გარეთ. ეს რას ნიშნავს, იცით? იცით რას ნიშნავს, დიახ. ეს იცით რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აწყობდათ ისიც უტრირებულად იმ 2 წუთის 2 წუთიანი ამბის გარეთ გამოტანა და ეს ამბავი გარეთ გამოვიდა, ჩვენ ამას არ ვყადულობ და გარეთ არ გამოვიდა 4 საათიანი საუბრის არც ერთი დეტალი. ხუმრობანარევი უმრავლესობის სკანდალური სხდომა ქართული ოცნების ოფისში იანვრის თვეში გაიმართა. ბოდიშის ისტორია თითქმის 3 თვის შემდეგაც კვლავ დაპირისპირების მიზეზი ხდება. მოსალოდნელი ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობაში ერთ კვირაში გადაწყდება, გახდება თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარე. ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის პოტენციალი დაინახა მიხეილ სააკაშვილმა და უფასა და მეტიც მზადაა გრიგოლ ვაშაძეს ადგილი დაუთმოს. თავად გრიგოლ ვაშაძე პარტიის დამფუძნებელს ნდობისთვის მადლობას უცხოდებს და ამბობს, რომ დელეგატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ გიგი გულავას ციხიდან გამოგზავნილი წერილი გაახსნა პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მიესალმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა პარტიის მიერ საყოველთაო კენჭისყრით არჩეულ ლიდერს დაუთმოს. მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად მის მიერვე დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა. 4 წლიანი დისტანციური ხელმძღვანელობის შემდეგ სააკაშვილი პარტიას ახალი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდებს. ინფორმაცია ვაშაძის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ 1 თვის წინ გავრცელდა, თუმცა პარტიის წევრები მაშინ აღნიშნულ საკითხზე არ საუბრობდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ თავმჯდომარის თემა პარტიაში დაპირისპირების საბაბი იყო. ნათელი საკითხს დღეს თავად პარტიის დამფუძნებელმა მოფინა. ნაციონალურ მოძრაობას ჭირდება ადგილზე ლიდერი გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დაუჭერთ მხარს თითოეულ აქტივისტ ნაციონალურ მოძრაობის შეიძლება ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა ის რომ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები პარტიის წევრებისას არ ემთხოვდა აშკარა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გახდა. სააკაშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს განსხვავებული შეხედულებები რომ ჰქონდათ, ვაშაძის ამ განცხადებითაც აშკარაა. ის რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნაზე ამ შტაბში რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრება. მიუხედავად ამ განცხადებისა, დღეს პარტიის პოტენციური თავმჯდომარე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიაში გავლენებს არ დაკარგავს და პროცესებში კვლავ აქტიურად ჩაერთვება. ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავმჯდომარედ ამას ყრილობა იტყვის. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი, ამ პარტიის ლიდერია. პარტია სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად. სააკაშვილის ფაქტორიის მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც თავის დროზე პარტია ორად გაიყო. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სააკაშვილი თავმჯდომარის თანამდებობას არ ტოვებდა. მაშინ საკაში მყოფი გიგი უგულავა ითხოვდა, რომ პარტიაში ლიდერი შეცვლილიყო. დღეს მიმდინარე პროცესებმა უგულავას ციხეში დაწერილი სწორედ ეს წერილი გაახსენა. Filtro გავიგზავნა ნახე ჩემი ციხის წერილიდან ციტატა მეგონა მოვისმენი, მაგრამ ჩვეულებრივად ძალიან კარგია. ამაზე ჩვენ საუბრობთ თავის დროზე, უბრალოდ მე ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივესალმები ამ პროცესს.
ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება თავად პარტიამ უნდა მიიღოს და ეს საჯარო განხილვის საგანი არ უნდა გახდეს. ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. როდესაც ხედავ, რომ შენი ფაქტორი რაღაცაში კი უწყობს ხელს პარტიას, მაგრამ რაღაცაში ხელს უშლის, ხო, არ არის ურიგო, როცა მიიღებ ამ ტიპის შეიძლება შენთვის არასასურველ და არაპოპულარულ გადაწყვეტილებას. სხვა პარტიებმა უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რომელსაც ესა თუ ის პარტია გადაწყვეტს საკუთარ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ეს ამ პარტიის გადაწყვეტია და მე მივესალმები იმ საკითხს, რომ უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. უმრავლესობაში თვლიან, რომ ნაციონალური მოძრაობის მცდელობა განაახლონ პარტია მოჩვენებითია. დეპუტატები ამბობენ, რომ თანამდებობების შეცვლით პარტიის შეხედულებები და ქმედებები არ შეიცვლება. როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისე ნაციონალების გადანაცვლებით არაფერი არ შეიძლება. ნაციონალი დარჩება ნაციონალად და მას ვერ გაასწორებს ვერაფერი. გამორიცხულია. გახდება თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარე, გადაწყვეტილება 24 მარტს ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი. კიდევ ერთი საკითხი სანდრა რულოვსი თუ ნიკა მელი ამ თემაზე სიუჟეტს სულ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. მანამდე 24 საათიანი ტყვეობა დასრულებულია. დიციდან გატაცებული 21 წლის გივი ბერუაშვილი თავისუფალია. ახალგაზრდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქართულ სამართალდამცველებს ერგნეთში გადასცეს. მანამდე გივი ბერუაშვილი გათავისუფლებამდე ეგრეთ წოდებულ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალში გაასამართლეს. ახალგაზრდა ამ დროისთვის შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. სამი დაღუპული და 9 დაშავებული ასეთი შედეგები დასრულდა. სროლა ტრამვაიში უბედურის შემთხვევა ნიდერლანდების ქალაქ უტრუხეთში მოხდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს მამაკაც, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველების ინფორმაციით დამნაშავე თურქეთში დაბადებული 37 წლის მამაკაცია. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ტერორიზმს უკავშირდება. ამასთან სამართალდამცველები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. თავდასხმის შემდეგ უტრეხტში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ნიდერლანდების მთელ ტერიტორიაზე გამგაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ახლა მოგიყვებით მებრძოლ მღვდელზე, რომელიც ორ საქმეს ერთად აკეთებს, როდესაც ღვთისმსახური დასავლეთ უკრაინის პატარა სამრევლოში წირვით არის დაკავებული, ბავშვებს საბრძოლო ხელოვნებას ასწავლის. ნახოთ მებრძოლი მღვდელი რადიო თავისუფლების სიუჟეტში. მებრძოლი მღვდელი ანდრეი კორობკოვი დასავლეთ უკრაინის ქალაქ ჟიტომირის პატარა სამრევლოში ქადაგებს, მაგრამ მისი მოწოდება ბავშვებისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლება. ეკლესია ჩემთვის უფრო ჰობივითაა, ეს კი ჩემი სამსახურია. 1998 წელს უკრაინის ჩემპიონი ვიყავი სამბოში. დღემდე ვმონაწილეობ ტურნირებში. კორობკოვის კლუბებში, რომლებიც სამ ქალაქში მდებარეობს, 120 ბავშვი და მოზარდი დადის. ჩემი მიზანია ბავშვები ქუჩას მოვაცილოს, სიგარეტს და ალკოჰოლს არ მივაკარო. მათ უნდა ნახოთ, რომ ერთი გუნდის ოჯახის წევრები არიან, რომ არსებობს სხვა სტრუქტურები ქუჩის გარდა, სადაც შეუძლიათ რჩევის მისაღებად მივიდნენ. ეს არის უმთავრესი მიზანი. კორობკოვისთვის ეკლესია და საბრძოლო ხელოვნების კლუბი არც ისე განსხვავდება, მათი მთავარი მიზანი ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება. ხალხს მოსწონს აქ ეკლესიაში მოსვლა, ვინაიდან წირვის შემდეგ ჩაისვამთ. ხალხი ჭამს და ერთმანეთს ელაპარაკება. ერთმანეთთან საუბარი ეკლესიის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია, ვიდრე წირვა და რიტუალები. ვინაიდან ეს ერთმანეთთან გვაახლოებს და უფრო ადამიანებად გვაქცევს. ახალგაზრდა მებრძოლები და მათი ოჯახები კორობკოვის მიდგომით კმაყოფილი არიან. როდესაც კარგად არ ვწდობ თავს, ის არ მაძალებს რამის კეთებას.ებას თავს რომ დავჯდე და დავისვენო, ნორმალური მწვრთნელია. ის მღვდელია, მაგრამ შენთან საუბარში ჩვეულებრივი ადამიანებითა. ამ მღვდელისთვის თემის ჩამოკრების სხვადასხვა ხერხი არსებობს. ასეთი ყოველ ინფორმაცია ამ დროისთვის მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.